მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეგრეთ წოდებულ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 34 პირი დააკავეს, ხოლო 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. გარდა ამისა, შესაძლოა ცნობით ლაგოდეხის სოფელ კაბალში დასაკავებელმა პირმა მირზა ალიევმა სპეცრაზმის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა. შედეგად დაიჭრა ერთი სპეცრაზმელი, ხოლო ალიევი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული. უწყების ცნობით საოპერაციო მოქმედებები თბილისში, კახეთში და მცხეთა-მთიანეთში ჩატარდა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით 5 სექტემბერს ამავე ბრალდებით 30 პირი დააკავეს სამცხე-ჯავახეთში და კახეთის რეგიონში. ჯერ კიდევ უცნობია, როდის გაიხსნება ახალციხეში სპორტული კომპლექსი და აუზი, რომლის მშენებლობა 2018 წელს დაანონსდა. მას შემდეგ არაერთი ცვლილების შემდეგ წელს მასში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ჯერ კიდევ არ გახსნილა. ჩვენ აუზის შესახებ კითხვა ახალციხის მერს ვარლამ ციკლაურს დავუსვით. მით უფრო რომ ციკლაურმა წინასაარჩევნო პერიოდში იმედის ეთერში ახალციხეში წარმატებით განხორციელებული პროექტების ჩამოთვლისას სწორედ ამ აუზზე ისაუბრა. ახალციხის აუზის 7 წლიანი ისტორია შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ვებ და Facebook გვერდზე Top 2 Regions. მანამდე კი მოვუსმინოთ ციკლაურის კომენტარს. მიმდინარეობს პროცედურულად, უნდა გადმოეცეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას და შემდეგ უკვე დავიწყებთ ფუნქციონირებას, მუშაობთ იმისათვის, რომ კადრები დავაკომპლექტოთ უკვე ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ამ მიმართულებით მუშაობა. იქ გჭირდება ადმინისტრატორები, გჭირდება კვალიფიციური ცურვის მასწავლებლები, რომლებსაც აუცილებლად უნდა ქონდეთ სერტიფიკატი და უნდა იყვნენ სერტიფიცირებულები. მომდევნო კვირას უკვე დავიწყებთ მათ სერტიფიცირებას, ასევე უნდა ყავს 3 მაშველი გათვალისწინებულები, მათაც უნდა ქონდეთ აუცილებლად სერტიფიცირება გავლილი და ამ მიმართულებითაც მუშაობთ, რომ თუ არ გწდები 12 ნოემბერს უკვე შეძლებენ რომ გაიარონ სერტიფიცირება. ეს იქნება შემავალი ბატონი ზიგოს სპორტულ გაერთიანებაში. მუნის შემთხვევები 1%-ით ნაკლებია, საქართველოში კი შეიძლება გადავიდეს თეთრეულით, პირსახოცით, ტანსაცმლით. ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე. მისივე თქმით, მუნი ქვეყანაში ყოველწლიურად ფიქსირდება და წერს მატება არ შეინიშნება. მისივე თქმით, ის ყველას შეიძლება დაემართოს და საფანიკო არაფერია. ჩვენ საკითხით მას შემდეგ დავინტერესდით, რაც სოციალურ ქსელში მუნით ინფიცირების შესახებ პოსტები გავრცელდა. დაფიქსირდა თუ არა მუნი ახალციხეში. ახალციხის მერიაში გვითხრეს, რომ მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში მუნით ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. წარკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი გვეუბნება, რომ მუნით ინფიცირების შესახებ მათთან შეტყობინება არ შესულა. კონკრეტულად მუნის რამდენი შემთხვევა აღიარიცხა ოფიციალურად წერს და გასულ წელს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ. მუნი, ასევე ცნობილი როგორც ბღერი, არის ქავილის მომგვრელი გამონაყარი კანზე, რომელსაც იწვევს ტკიპა. ადამიანს ძლიერი ქავილი უჩნდება იმ ადგილებში, სადაც ტკიპა კანში შედის. ღამით ქავილის სურვილი განსაკუთრებით ძლიერდება. სიტუაცია ესეთია, რომ არა მარტო საქართველოში, არამედ თქვათ ევროპის ქვეყნებშიც მოსახლეობის წლის განმავლობაში რაღაც 1%-ს მუნი აღენიშნება ხოლმე. დაახლოებით ასეთივე მონაცემები გვაქვს 1%-ზე ნაკლებია საქართველოში. საპანიკო არაფერი არ არის, იმიტომ რომ მუნი ახლა ყოველთვის არის, ყოველწლიურად არის, არა მარტო როგორც თქვი საქართველოში, არამედ ევროპის ქვეყნებშიც. არაფერი მატება არ შეიმჩნევა ამ დაავადების. კურნალობა საკმაოდ ადვილია. მალამოებია სპეციალური, რომელიც აფთიაქარმა ან ექიმმა უნდა დაგინიშნოთ. და თავარი ის არის, რომ პროფილაქტიკისთვის მოვერიდოთ ინფიცირებულთან კონტაქტს, ანუ თუ ადამიანს ქავილი აწუხებს, ის აუცილებლად უნდა ექიმს გაესინჯოს თუ რატოა, ან აფთიაქში დავიდეს და იყიდოს თუ იცის უკვე რომ ნამდვილად მუნია ვთქვათ სპეციალური საშუალებები. და რაც თავარია მოვერიდოთ სხვისი პირსახოცის, სხვისი თქვათ ტანსაცმლის, სხვისი თეთრეულის გამოყენებას. კურნალობა აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს არა მარტო ვისაც აქვს თქვათ მუნი, არამედ მისი ყველა ოჯახის წევრს და ასევე მჭიდრო ახლო კონტაქტი ვისაც აქვს მასთან, ხანგრძლივითანაც. რა არის მუნი და როგორ ავიცილოთ იგი თავიდან? მოვუსმინოთ ინფექციონისტის განმარტებას ჩვენი არქივიდან. ზოგადად მუნი ითვლება პარაზიტულ დაავადებად, რომელსაც
იწვევს მიკროსკოპული ზომის პარაზიტი ტკიპა და ძირითადად ეს გამოწვევი ცხოვრობს კანში. ადამიანის კანში. განსაკუთრებით მას უყვარს კანის შედარებით ნაზი კანის ადგილები, ვთქვათ ისეთი ადგილები, როგორც არის მომხრელ ზედაპირებს შორის არსებული ადგილები, მაგალითად თითებს შორის ადგილები, არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ხელის გულზე და ფეხის გულზეა გამონაყარი, ასევე იღლიებში, სასქესო ორგანოების მიდამოში და ასეთ მსგავს ადგილებში. გამონაყარი, ვთქვათ, შეიძლება გავრცელდეს იმის მიხედვით დაავადების, როგორი, ვთქვათ, გავრცელება და იმუნური სისტემა მას როგორი ებრძვის და სხვა გარემო ფაქტორები, მათ შორის ის, როგორც ყოველდღიური ჰიგიენის დაცვა, მაგალითად ადამიანის მიერ, ვთქვათ, რამდენად ხდება, ეს ყველაფერი ახდენს გავლენას, როგორი სისწრაფით მოხდება გამოწვევის გავრცელება ორგანიზმში და კანის რა ნაწილს დააზიანებს და რამდენად მკვეთრად იქნება გამოხატული. დამახასიათებელია ზოგჯერ შედარებით ისეთი გართულებები, რომელიც დაკავშირებულია კანის დაინფიცირებასთან, იმიტომ რომ ამ დაავადების ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ეს არის კანის ქავილი. კანის ქავილი, რომელიც ძლიერდება განსაკუთრებით საღამოთი და ღამის საათებში, ანუ ადამიანის სხეულის გათბობასთან, ეს საწოლში ჩაწოლის ან თბილი აბაზანის მიღების შემთხვევაში უფრო მეტად ძლიერდება. ზოგადად ეს ასეთი მსგავსი ინფექციები გადაეცემა, ეს ინფექცია უბრალოდ გადაეცემა უშუალოდ ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტით, კანის მიერი კონტაქტით, მისი კონტაგიოზობა, ანუ გადაცემის ალბათობა არის საკმაოდ მაღალი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ უშუალოდ ასეთ ადამიანთან მჭიდრო კონტაქტი გვაქვს მის კანთან, ან მის მიერ, ვთქვათ, უახლოეს პერიოდში გამოყენებულ სხვადასხვა ნივთთან, მათ შორის ტანისამოსთან, ავეჯთან და ვთქვათ, აი ასეთ შემთხვევაში ინფექციის გავრცელების რისკი არსებობს და შეიძლება ერთი ადამიანიდან მეორეზე გადავიდეს. ხშირად ხდება ხოლმე მოზარდთა ასაკში, სასკოლო და ბაღის ასაკებში ხშირია, თუმცა შეიძლება მოზილთა კონტინგენტშიც აღინიშნოს და მოზილ ადამიანებსაც შეიძლება განუვითარდეთ, იქ სადაც ვერ ხდება სათანადო დაცვა, ვთქვათ, ჰიგიენური ღონისძიებების, ან არის ინფიცირებული ადამიანი და დროულად ვერ ხდება დაავადების დიაგნოსტიკა და შემდგომი მისი სწორი მკურნალობა, ამ შემთხვევაში ინფექციის გავრცელების ალბათობა ყველგან არის. როგორც ოჯახში, ანუ ინფიცირებულის ოჯახში და მის ოჯახის წევრებზე, რომელიც ყველაზე ახლო კონტაქტებია ინფიცირებულისთვის, ასევე ვთქვათ, საზოგადოებრივი სხვადასხვა თავშეყრის და ამ ადგილებში, მათ შორის ვთქვათ, ეს იქნება თუნდა სასწავლო დაწესებულებები და სხვა. საკმაოდ რთული სამკურნალოა დაავადება და ხანგრძლივ პროცესს მოიცავს და გარდა ამისა არ მოიცავს მხოლოდ უშუალოდ პაციენტის კურნალობას ეს პროცესი, მოიცავს ანუ დაავადების გავრცელების პრევენციას, მისი მიერ გამოყენებული და მასთან შეხებაში მყოფი ნივთების სრული დეკონტამინაციის, ანუ გაუვნებელყოფის გზით და ასევე თუ ინფიცირებული ოჯახში ცხოვრობს მასთან სხვა წევრები, ამ ადამიანების დროული გამოკვლევით და მათთვისაც, რა თქმა უნდა, შესაბამისი კურნალობის ჩატარების გზით. სხვა შემთხვევაში, ვთქვათ, ადგილი შეიძლება ქონდეს არასრულად ნამკურნალებან განკურნებულ შემთხვევას და შესაბამისად ინფექცია შეიძლება გავრცელდეს. როგორც კი ეჭვი არის ამ დაავადებაზე, მთავარი რეკომენდაციებია, რომ დროულად იქნას მიყვანილი ადამიანის შესაბამის სპეციალისტთან და მოხდეს დიაგნოზის დასმა და დროულად და დაიწყოს და განუხრელად შესრულდეს ექიმის მიერ მიცემული რეკომენდაციები, რათა მოხდეს განკურნება, იმიტომ რომ ეს საკმაოდ რთულად სამკურნალო გარკვეულწილად დაავადებაა, თუ არასწორად ვიმკურნალეთ, ამ შემთხვევაში არის ალბათობა, რომ პროცესი გახანგრძლივდეს და შესაბამისად, თქვათ, უფრო გართულდეს მისი შემდგომი მკურნალობა. კონტაქტირებული პირები ექვემდებარებიან გარკვეულ მეთვალყურეობას, თქვათ, დაახლოებით 10-12 დღის განმავლობაში და თქვათ, თუ მათ არ აღენიშნებათ რაიმე გარკვეული, თქვათ, შესაბამისი ამ დაავადებისთვის დამახასიათებელი ნიშნები, შემდეგ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ინფექციის გავრცელება არ მოხდა. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ და Facebook გვერდს Talk to Regions. გმადლობთ, რომ გვიყურებთ. დროებით.